კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა კიდევ ერთხელ ეთმობა კარატეს, მოგეხსენებათ ხშირად ვსაუბრობთ კარატეზე, მის სხვადასხვა მიმდინარეობაზე, სხვადასხვა სახეობაზე, რომელიც უდიდესია და ბევრ სხვადასხვა მიმდინარეობას მოიცავს. დღეს სპორტულ კარატეზე ვისაუბრებთ, ახლა დაფუძნებულ პრინციპში, მაგრამ კარგად ნაცნობ ფედერაციაზე, რომელიც ახალ სიცოცხლეს იწყებს, შეგვიძლია ასე ვთქვათ და ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირი ბათუმი Open-ზე უნდა ვისაუბროთ. თემურ გიგნაძე, ნუგზარ ხიმშიაშვილი არიან ჩვენი სტუმრები, ერთის მხრივ საქართველოს კარატეს, სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და მეორე შემთხვევაში ბატონი ნუგზარი არის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. სამწუხაროდ კადრებს დღეს ვერ ვაჩვენებთ ამ ტურნირის, მაგრამ შევეცდებით რომ შემდეგში მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და ჩვენს Facebook გვერდზე ვაჩვენოთ. თუმცა ტურნირი როგორც ვიცით, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მაგრამ ვიდრე ვისაუბრებთ უშუალოდ ტურნირზე და ბათუმის ღია პირველობაზე, მოდით ვისაუბროთ ახალ სიცოცხლეზე, რომელიც აქვს სპორტული კარატეს ფედერაციას. ბატონ თემურ, მოგესალმებით და მადლობა ჩვენთან სტუდიაში სტუმრობისთვის. თქვენი სახელი არაერთხელ გაჟღერებულა ამ სტუდიაში, მაგრამ პირველად ხართ ჩვენთან ცოცხლად და გვინდა გავიგოთ უფრო მეტი ახლად განახლებული ფედერაციის შესახებ, შეიძლება ასე ითქვას ალბათ. მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებლებს. ჩვენი ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა, ესე ვთქვათ, დაახლოებით 2 წელიწად ნახევარს ითვლის ახალი მენეჯმენტი, რომელიც მოვიდა ამ სპორტული მიმართულების კარატეს ხელმძღვანელობაში. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ახალმა გუნდმა, რომელიც ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა ამ პერიოდის განმავლობაში, დაგეგმა და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. ეს პროექტები ეხება როგორც სპორტული მიმართულებით სპორტსმენების ზრდას, ასევე მწვრთნელთა პროგრამები გვაქვს შემუშავებული, ასევე საჯთა პროგრამები. ეს ყველა მიმართულებით განვითარება ზოგადად ხელს უწყობს მაღალი ორგანიზებით და მაღალი ხარისხით კარგი ტურნირების ჩატარებას. რა თქმა უნდა, აქ საორგანიზაციო მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ კარგად დაგეგმილი ღონისძიება, კარგი მსაჯობით, კარგი ორგანიზებით, კარგი მომზადებული მწვრთნელების მიერ წარმოდგენილი სპორტსმენებით იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება ღირსეული სპორტსმენებით, რომლებიც ძალიან მაღალი კატეგორიის ტურნირებზე და ჩემპიონატებზე მიიღებენ ძალიან კარგ დაიკავებენ ძალიან მაღალ ადგილებს, მაღალი სინჯის მედლებს მიიღებენ. მსოფლიო კარატეს ფედერაცია, რომელიც წევრებიც ჩვენ ვართ, ეს არის უმაღლესი სტანდარტების მქონე ორგანიზაცია სპორტული მიმართულებით და შეიძლება ითქვას, ეს არის უმაღლესი ლიგა კარატეს სხვადასხვა საფეხურზე მდგომი სპორტსმენებისთვის, იმიტომ რომ აქ გაერთიანებული არის სხვადასხვა სტილები. აქ არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე კონკრეტული სტილობრივი მიმართულებით. გასაგებია. მრავალი სტილია გაერთიანებული, შესაბამისად, ყველა სტილიდან, ყველა მიმართულებიდან მაღალი კატეგორიის სპორტსმენები გამოდიან ღონისძიებებზე და კონკურენცია არის ძალიან მაღალი და შედეგის გაკეთება ძალიან რთული. თუ რაღაცა სხვა რომელიმე სტილობრივი ფედერაციას, ვთქვათ, რომელიც რაღაც საერთაშორისო ტურნირებს ატარებენ, მე არ მინდა დავაკრინო, ვთქვათ, მათი ღვაწლი ზოგადად განვითარებაში. თუმცა შედეგების თვალსაზრისით ჩვენ რო ვილაპარაკოთ, აი რა რომელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე მიღწეული მედალი ან შედეგი თუ როგორ ფასობს, პირდაპირ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს არის მსოფლიოს კარატეს ფედერაცია, რომელშიც ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები ღებულობენ მონაწილეობას და ძალიან რთული არის აქ წარმატების მიღწევა. ჩვენ თუ გვინდა რომ სპორტსმენებმა აი ესეთი მაღალი რანგის სინჯის მედლები მოიტანონ, ჩვენ თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, რომ ტურნირების ორგანიზება და მსაჯობის სისტემა ისე იყოს ორგანიზებული, რომ სტანდარტებით მივუახლოვდეთ იმ ტურნირებს, რასაც ატარებს მსოფლიო ფედერაცია. თქვენ ამბობთ, რომ ამ კონკრეტულ ორგანიზაციაში, რასაც მსოფლიო კარატეს ფედერაცია ჰქვია, საკმაოდ დიდი კონკურენცია და თქვათ, როცა ჩვენ ვიგებთ და ვხედავთ სხვადასხვა სიახლეებს და ნიუსებს იმას დაკავშირებით, თქვათ, მაგრამ საქართველოს ნაკრები რომელიღაც სტილში გაემგზავრა სადღაც უნგრეთში და ჩამოიტანა იქიდან 150 მედალი, ეს ცოტა ღიმლის უნგრელი. გეთანხმებით. აი ზუსტად მინდა რომ საზოგადოებისთვის ეს ცოტა ნათელი მოეფინოს ამ იმას და იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ვამბობ რა, რომ
ძიუდოში მაგალითად ლიდერები ვართ საქართველოს და თამამად შეიძლება ამაზე ლაპარაკი ხა სხვა სპორტის სახეობა შევეხლა. კარატეში ჯერჯერობით ჩვენ ამ სტანდარტისთვის არ მიგვიღწევია, რომ სადღაც რომელიღაც ტურნირიდან 150 медали ჩამოვიტანოთ. მე ვაგულისხმობ ტურნირს არა, მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატებიდან მოაქვს ხოლმე რომელიღაცა მიმართულებით ჩატარებულს და არ ქფევენ ამას მსოფლიო ჩემპიონატს და ევროპის ჩემპიონატს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მაღალი სტანდარტის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ურთულესია მედლის მოპოვება, ეს ასეთ ღონისძიებებს ატარებს მსოფლიოს კარატეს ფედერაცია. და რა თქმა უნდა, მისი ქვედანაყოფები კონტინენტების მიხედვით ევროპის კარატეს ფედერაცია. ევროპისთვის და არის ასევე აზია, პანამერიკა და ასე შემდეგ. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში რაც გავწევრიანდით ეს ახალი ორგანიზაცია მსოფლიო კარატეს და ევროპის კარატეს ფედერაციაში მოგვანიჭეს უფლება ჩაგვეტარებინა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი თბილისში გასულ წელს. დაახლოებით 59, დაახლოებით არა, ზუსტად 59 ქვეყანა იყო ჩამოსული. 1200-მდე სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას. ორგანიზების თვალსაზრისით ჩვენი ახალი ფედერაცია, რა თქმა უნდა, გამოუცდელი იყო, თუმცა სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარება და ძალიან დადებითი შეფასება მივიღეთ მსოფლიო და ევროპის კარატეს ფედერაციებიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგცეს უფლება და ძალიან სწრაფად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ კიდე ახალი ღონისძიება ჩაგვეტარებინა. ეს მოხდა გასული წლის ოქტომბერში და ჩვენ იანვრის თვეში თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისი არენაზე უმასპინძლეთ უმაღლესი კატეგორიის ტურნირი სერია, რომელსაც მსოფლიო კარატეს ფედერაცია 4-ს ატარებს სულ წლის განმავლობაში და ამ 4-დან 1-ის ჩატარების უფლება მოგვენიჭა ჩვენ და ასევე ამ ღონისძიებას 1200 სპორტსმენი ესწრებოდა და 87 ქვეყანა, სხვადასხვა 5 კონტინენტიდან. ძალიან მასშტაბური ღონისძიება იყო და ესეთ მოკლე ვადებში, რასაც ფაქტობრივად 2.5-3 თვე ქვია მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ შევძელით კვლავ ამ ესეთ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება, უმაღლეს დონეზე ჩატარება გამოვხსნიდა. და პლუს ამას ამ ტურნირის ჩატარების უფლება მოგვანიჭეს კიდე 2 წლით, ანუ 2026-ში უკვე დაგეგმილი არის 9-10-11 იანვარი, ისევ იგივე მისამართზე თბილისის სპორტის უნივერსიტეტის ქუჩა თბილისი არენაზე და ვფიქრობ, რომ რამდენადაც მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვაქვს, კიდე უფრო მაღალი სტანდარტით ჩავატარებთ ამ მნიშვნელოვან ტურნირს. ბატონო ნუგზარი ვარ დაგვეჩაგროს, მასაც მივცეთ საშუალება რომ გაგვაცნოს აჭარის რეგიონალური ფედერაცია სპორტული კარატეს, უშუალოდ მისი საქმიანობა, მიმდინარეობა და რეალიები, რაც აქვს თქვათ ამ შემთხვევაში და გამოწვევები აჭარის სპორტული კარატეს ფედერაციას მიმდინარეობას, რომელიც როგორც ვიცით, გაერთიანებულია დღესდღეობით აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ხოლგის ქვეშ არის, მოდი ესე ვთქვათ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოგესალმებით. რაც შეეხება სპორტულ კარატეს და კონტაქტურის გაერთიანება, ეს მოხდა 2025 წლის დასაწყისში. რაც შეეხება სპორტულ კარატეს სფეროს, ძალიან ბევრი მხრივ მოგვიწია, მრავალ ფლანგზე მოგვიწია, ესე იგი შრომა. ესე იგი ეს შრომა რაში გამოიხატება? სპორტსმენებიდან რო დავიწყოთ, ანალოგიური მსაჯამდე და ასე შემდეგ სხვადასხვა კუთხეებით კიდე. რაც შეეხება ამასთან ერთად, ბატონ ლევანთან ერთად კიდე ვაკეთებთ იმას, რაც შეიძლება რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ. ამასთან ერთად დიდი მადლობა მე მინდა გადავუხადო აჭარის სპორტის დეპარტამენტს, ყოველთვის გვიდგას გვერდით. ჩვენ თებერვალში ჩავატარეთ აჭარის ჩემპიონატი, სადაც გამოიკვეთა ჩვენი აჭარის სპორტსმენები, რომლებიც დავაკომპლექტეთ და ეს იქნება Open თბილისი თუ საერთაშორისო თუ აი მაღალი ფენის შეჯიბრებებზე წასაყვანად ეს გამოუკვეთეთ. ანუ აჭარის ნაკრები ჩამოვაყალიბეთ. კი, ნაკრები, რა თქმა უნდა, ჩამოვაყალიბეთ. ამ მოკლე დროში, რა თქმა უნდა, ეროვნულ ფედერაციასთან დავგეგმეთ Open ბათუმის ჩატარება.
სადაც ესე იგი ძალიან დიდად დაგვეხმარა აჭარის სპორტის დეპარტამენტი და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს ჩავატარეთ ყველაფერი კარგად, ექსესების გარეშე და ყველაფერი მიდის კარგად, ჯერჯერობით. მადლობა ღმერთს და სამომავლოდ რა თქმა უნდა. რამდენი სპორტსმენი ერთიანდება ამ შემთხვევაში, თქვენი ვთქვათ, უშუალოდ რამდენი სპორტსმენი აჭარის სპორტული კარატეს ფედერაციის მიმართულებით საადვარჯიშობთ რა პირობებში ესეც გავხსნათ ჩვენს მაყურებელს, იქნებ დაინტერესებული ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ რა თქმა უნდა დასაწყისში იანვარში ჩავიბარეთ, როცა აღწერა მოხდა სპორტსმენები 70-75 სპორტსმენი ჩავიბარეთ. ეს რა თქმა უნდა სამომავლოდ გასაურმაგებელი და გასამაგებელი არის ეს სპორტსმენები. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ გვყავს ინსტრუქტორები, წვნელები, რომლებსაც მაქსიმალურად ვეხმარებით, ფედერაცია მაქსიმალურად ეხმარება, რომ ეს სკოლები იქნება თუ სპორტ სკოლები გავაკეთოთ ისე, რომ რაც შეიძლება ბევრი ინსტრუქტორი დავასაქმოთ სკოლებში და ასე შემდეგ. სადაც კი ბატონო თემო, თქვენთან დაუბრუნდებით მაშინ შემდეგი შეკითხვით, აჭარა გასაგებია, ვთქვათ, მეტნაკლებად, აი საქართველოს გეოგრაფიას რო გადავხედოთ, ვთქვათ, სხვა რეგიონებში რა ვითარებულ მდგომარეობა აქვს, ყოველთვის არის რომ რომელიმე კონკრეტულ სპორტის სახეობაში, რომელიმე რეგიონს უფრო ვთქვათ, მეტი, შეიძლება რომელიმე რეგიონის მართლოს უფრო მეტად უყვარს კარატე ვიდრე ბადმინტონი სიტყვაზე ვამბობ და იქ უფრო მეტად ვთქვათ, არიან სპორტსმენები, ან უფრო მეტად განვითარებულია ესა თუ ის სპორტის სახეობა. ამ შემთხვევაში კარატეს გეოგრაფია რო აგვიხსენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათაშორის ეს კარგი კითხვა არის და გეოგრაფიულად რაც მეტ რეგიონს მოვიცავთ, რა თქმა უნდა, კარგია. არის რეგიონები, სადაც ცოტა მაღალი დონეა, არის სადაც საწყის ეტაპზე არის სადაც საშუალო დონეზე არიან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მათგანთან გქონდეს ურთიერთობა და გარკვეული აქტივობები. ეს აქტივობები გამოიხატება სემინარებში, როგორც სპორტული კუთხით, ასე მსმენელთა კუთხით, სამსაჯო მიმართულებით, ასევე ღონისძიებებს ვატარებთ. ჩვენ რამდენიმე ტურნირი გვაქვს წელიწადში, რომელიც ტარდება სხვადასხვა რეგიონში. იქ დასავლეთ საქართველოში, იქნება თუ აღმოსავლეთ საქართველოში, იქაც რამდენიმე ქალაქს მოვიცავთ. ეს შესაძლებლობას აძლევს, რომ ჯერ ესეთი პოპულარიზაციისთვის მე როდესაც ვცდილობთ, რომ მაღალი სტანდარტის ტურნირები ჩავატაროთ, ეს დობის ფაქტორის გაზრდას იწვევს იგივე მშობლებში, იმიტომ რომ მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს იმ სახეობაში, იმ სპორტის იმ წვრთნელებთან და ისეთ ტურნირებზე უნდა გამოიყვანოს, სადაც მოწესრიგებულია ყველაფერი და არის სტანდარტებში ჩამჯდარი. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ამის დაცვას ვცდილობთ, რომ ყველგან მაღალი ხარისხის ტურნირები ჩავატაროთ, სადაც ინფრასტრუქტურულად ეს დარბაზი გამართული იქნება, იგივე ტატამი, რაზეც ორთაბრძოლა ხდება, გვაქვს შეძენილი მსოფლიო კარატეს მიერ ლიცენზირებული ტატამი, რომელიც განსხვავებული ფაქტურის არის, იგივე დრეკადობის თვალსაზრისით, იგივე ხახუნის კოეფიციენტი სხვა აქვს. მხოლოდ ესეთ ტატამებზე არის საერთაშორისო ტურნირები დაშვებული მსოფლიო კარატეს ფედერაციას. ჩვენ ეს შეძენილი გვაქვს და ვცდილობთ, რომ ყველა აი ეს ტურნირი, რომელსაც რეგიონებში გეგმავთ, აი ამ ტატამზე ჩავატაროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პლუს ამას ყავს ამ 2.5 წლის განმავლობაში ყავს 8 საერთაშორისო კლასის მსაჯი, რომელსაც ლიცენზია აქვს დაღებული და ესეთი მსაჯები უზრუნველყოფენ, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს საშეჯიბრო წესები, რომ არ მოხდეს შეცდომით, ან რაღაც განზრახ, ან რაღაცა სპორტსმენის დაჩაგვრა ასე შემდეგ. და ამას ჩვენ ვაკეთებთ არა მარტო ერთ ლოკაციას, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონების მიხედვით და აი ბათუმის ტურნირი იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 2 წელიწადნახევარი ჩვენ მუშაობდით და ბათუმში ჯერ ჩატარებული არ ქონდა ეს ტურნირი. რა დაინახეთ ამ ტურნირზე, თქვა? პირველ რიგში ორგანიზების თვალსაზრისით ჩვენ რეგიონში გვაქვს ლოკალური საორგანიზაციო კომიტეტები, რომლებიც არა ცენტრალურად ჩვენ კი კონტროლს ვუკეთებთ ამას, რომ ყველაფერი იყოს წესების ფარგლებში და შესაბამისობაში, ესე ვთქვათ, სტანდარტებთან. თუმცა ადგილზეც ლოკალურად რეგიონებში საორგანიზაციო კომიტეტები ამაში ჩართულები არიან და ღებულობენ ამ გამოცდილებას.
შესაბამისია. ორგანიზაციის თვალსაზრისით და ორგანიზების თვალსაზრისით გასაგებია, ეს თქო სპორტული შედეგების თვალსაზრისით რა შედეგზე გავდივართ კიდევ ერთხელ. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ აჭარის რეგიონზე, ძალიან იმედისმომცემი შედეგები აქვთ. მიუხედავად რაღაც გარკვეული პერიოდისა წვეტისა, ძალიან იმედისმომცემი შედეგები, კარგი ბავშვები არიან, ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, ძალიან და მე იმედი მაქვს, კარგი მწვრთნელები არიან და ის გამოცდილება, რასაც აი ჩვენთან ერთად შეიძენენ და ჩაებმევიან ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ იმ ნიჭიერების და იმ მონდომების ხარჯზე ჩვენ ალბათ ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე წევრი გვეყოლება აჭარის რეგიონიდან. ძალიან კარგი. რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, ვთქვათ, რამდენიმე ნიუსის შემთხვევით დაკავშირებით, ვთქვათ, თქვენი სპორტსმენები, ვიცე-ჩემპიონები ახდნენ ამასიანად ხორვატიაში, როგორც ვნახე, სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე, იგივე იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი, იქნება მსოფლიო ჩემპიონატი თუ უბრალოდ ტურნირები. რა შეგვიძლია ვთქვათ, აი ყველა სპორტის სახეობას ყავს გამორჩეული რამდენიმე სპორტსმენი, ვარსკვლავები თავის წონით კატეგორიაში თუ ზოგადად მოცემულობაში, ვინ შეგიძლია გითხრათ, თქვათ, ხვალდაზე ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ამომავალი ვარსკვლავი ამ სპორტის სახეობაში. იცით, ცოტა წვეტა იყო ამ ჩვენი სპორტის სახეობის განვითარებაში. ჩვენ ყავს ორგანიზ სოფლიო ჩემპიონი გოგიტა არქანია, რომელიც დღეს თუნდაც სპორტი, აქტიურ სპორტს ჩამოციდა, თუმცა არის ეროვნული ნაკრების უფროსების ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ამ 2 წელიწად ნახევარში ჩვენ მიუხედავად ამ წვეტისა შევძელით, რომ ახალგაზრდა თაობა წამოგვეწია და გარკვეულ შედეგებზე გავსულიყავით და ეს შედეგები არის ძალიან დამაიმედებელი. მაგალითად, ყავს უკვე ორგზის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონი ყავს კიდე და ვერცხლის პრიზიორი ასევე. ეს უპროსში მოხდა 2 წლის წინ, შემდეგ გასულ წელს თბილისში უკვე 2 ოქრო ჰქონდა ჩვენ და კიდე ვერცხლის მედალი. ძალიან კარგი იმედისმომცემი სპორტსმენები არიან ეს ბიჭები. ასევე სოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ ბრინჯაოს მედალი ავიღეთ ახალგაზრდულზე, მე ხას უსმევ ახალგაზრდულზე, იმიტომ რომ უფროსების ჩემპიონატზე ჯერ კიდე ცოტა სამუშაო გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონები და სოფლიო ჩემპიონები უფროსების ასაკშიც ყავდეს. თუმცა ეს ახალგაზრდულ ევროპაზე და ახალგაზრდულ სოფლიოზე ესეთი გაკეთებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე პოლონეთში ჰქონდა ვერცხლი და ბრინჯაო, გოგონამ აიღო ერთმა ბრინჯაოს მედალი, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ გოგონებში არ ქონია ესეთი მედალი, ეს იყო პირველი ისტორიული შედეგი. გარდა ამისა, ეს ტურნირები მე რას ვახსენე, იგივე სერია A, პრემიერლიგა, აქაც შედეგები გვაქვს, როგორც ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და პრემიერლიგა კიდევ უმაღლესი კატეგორიის ტურნირი გვაქვს წელს უკვე ოქროც და ვერცხლის მედალიც რა და ეს იმედის მომცემი არის ძალიან, რომ აი ესეთი ხარისხის ტურნირებზე, ასევე ახალგაზრდულ ლიგაზე, რომელიც ასევე უმაღლესი კატეგორიაა და იქ ახალგაზრდები გამოდიან 20 წლამდე, 12 წლიდან იწყება და 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები, 21 წლამდე ასაკის სპორტსმენები, იქაც მედლები გვაქვს, ზუსტად ახლა თქვენ ახსენეთ ეს ზუგდიდელი სპორტსმენი ილია გაბრავა, რომელიც გახდა ვერცხლის მედალოსანი. ეს გვაძლევს იმის, რომ მომავალში ჩვენ კარგ შედეგებზე გავავთ. ანუ ახალი გოგიტა არქანია უნდა იმედი გვაქვს, იმიტომ რომ თან ძალიან ერთი მხრივ ჩვენ რეგიონებს შევეხეთ, ზუსტად და აი ეს მედლები ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეგიონებიდან. ცოტა ძალიან აქტიურად გამოიყურება ზუგდიდი, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ იმიტომ ძალიან კარგი სპორტსმენები ყავთ, კარგად მუშაობენ, მაგრამ სხვა რეგიონებიდანაც არიან ბიჭები, რომლებიც ასევე ამ მედლებზე გადიან. ცენტრალიზებული არ არის სპორტის სახეობა. ეს არის იმედის მომცემი. ეს რას ნიშნავს, რომ არ ვართ დამოკიდებული რომელიმე ერთ კლუბზე. ოზურგეთშიც არის საკმაოდ კარგი ძალიან კარგი სკოლა არის, იქ კარგი მწვრთნელი არის, ლაშა ბერიძე არის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. არ მინდა ხო ყველას და სახელი, იმიტომ რომ გაშლილია საკმაოდ გეოგრაფია არის და აქაური რეგიონის უკვე ძალიან იმედის მომცემად გამოიყურება. დიდი შესაძლებლობები არის, ნიჭიერი ხალხია, ვფიქრობ, რომ ის წვეტა, რაც აქ რეგიონსაც შეეხო, ძალიან მალე, ესე ვთქვათ, კომპენსაციას გავაკეთებთ კარგი მუშაობით და
იმედის მომცემი მსვლელებით და ახალგაზრდებით, რომლებიც მოწადებულები არიან. მგზარ, მინდა კითხვა თქვათ კალენდარული წელი, როგორ დაიგეგმა თქვათ წელს, სად შეიძლება იგივე შენს მიერ ნახსენები აჭარის ნაკრები ვიხილოთ რა ღონისძიებებზე, თუ გაქვთ თქვათ იმის თავისუფლება, რომ იგივე არის შემთხვევები, რომ იგივე თქვათ მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში რაღაც ტურნირები შეიძლება იყოს კომერციული იყოს თუნდაც მათ შორის თუ არის ამის. რა თქმა უნდა, ჩვენ კალენდარის მიხედვით მოქმედებთ. ეხლა რაც შეეხება კალენდარს, რა თქმა უნდა, აჭარის ჩემპიონატი გქონდა, Open ბათუმი გქონდა დაგეგმილი ჩავატარეთ. სამომავლოდ ეხლა ახლო მომავალში გვაქვს რიზეში გვაქვს შეჯიბრება. შემდეგ კიდე სექტემბერში გვაქვს ბოსპორის თასი არის. ოქტომბერში გვაქვს კიდე Open Armenia არის, სადაც ეს ოფიციალურად კალენდარში გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავგეგმეთ, ანუ 4 შიდა შეჯიბრი, 4 ოპენები გასვლითი და 4 კიდე საერთაშორისო საზღვარგარეთ რო გავსულიყავით. ასეთი კალენდარის გეგმა გვაქვს, ჯერჯერობით მივდივართ კარგად. რაც შეეხება რა თქმა უნდა, ჩვენ ახლები ვართ, ყველა ფლანგზე გვიწევს შრომა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად ვიქნებით, ყველა ბოლოს მიხვდება, რომ რაც არის საკეთებელი, რასაც დღევანდელ დღეს ჩვენ და ჩვენი ფედერაცია აკეთებს და ყველაფერი იქნება კარგად მე დარწმუნებული. ეს საკმაოდ საინტერესო მიმართულებას შეეხე ზოგადად სპორტის ჩვენ, რა ვიცი, ამ გადაცემაში სხვადასხვა ტელეარხებზეც მე ერთხელ მინახავს თქვათ ზოგადად კარატე, როგორც ასეთი გაგება და მცნება, რომ საქართველოში გახდა ბოლო წლებში სამწუხაროდ გარკვეული ადამიანების დაპირისპირების, ფედერაციების დაპირისპირების გახლეჩის, გაყოფის და ასე შემდეგ ამის საბაბი. მაგრამ დღეს რასაც ვხედავ მე რას დამეთანხმებით თუ არა ბატონო თემო თქვენ საუბრობთ ამ საკითხში დიდი ხანია იხარშებით, რომ იყოს 3, 4, 5 თუნდაც 8 ფედერაცია, იყვნენ ბავშვები სპორტის სახეობით დაკავებული, კონდეს ყველას თავისი დაფინანსება, ამაში ცუდი არაფერია. ოღონდ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და ყველას უნდა მიეცეს სწორი მუშაობის საშუალება და უნდა იყოს პირველ რიგში უსაფრთხოება დაცული და რაღაცა ზედმეტებში არ უნდა გადავიდეთ. მოგახსენებთ. თქვენი აზრით საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, ცოტა შორიდან შეიძლება დავიწყო. სხვადასხვა ორთაბრძოლებს შევეხები ზოგადად. ძირითადად ორთაბრძოლებს ქონდა გამოყენებითი ხასიათი ყოველთვის ადრე და სპორტად მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. კი ბატონო. იგივე ჭიდაობის სახეობები, იგივე ძიუდო, არიკაობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არსებობა აქვს მიმართულებას, რა თქმა უნდა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. რაც უფრო მეტი ადამიანი ჯანსაღის ცხოვრების წესს დაკავდება. ლაპარაკი არის უბრალოდ სპორტზე და როდესაც კარატეს ვლაპარაკობთ, ერთი და იგივე სპორტული მიმართულება არ შეიძლება რამდენიმე არსებობდეს აღიარებული. მაგალითად ახლა ფეხბურთზე ვისაუბრებ, რომ თქვა შეიძლება ალტერნატიული ფეხბურთის ფედერაცია რო შეიქმნა ან ალტერნატიული საერთაშორისო ეს წარმოუდგენელი რამეა და სახელმწიფოსთვისაც ძალიან რთული გასარჩევი ხდება, იმიტომ რომ ფინანსები ყოველთვის არის გარკვეული შეზღუდვების ქვეშ. არ არის რაც შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციებს, ორგანიზაციებიდან, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელთაც აქვს სხვადასხვა საერთაშორისო აღიარება. საერთაშორისო აღიარებაზე როცა ლაპარაკი, ვინ აღიარებს? მოდი აქედან ვინ არის ამღიარებელი ორგანო? ამ შემთხვევაში ჩვენ გამოდივართ ოლიმპიური მიმართულებით. ეს ჩვენი მიმართულება დღეს არის ოლიმპიური საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული. ტოკიოში იყო დაშვებული, თუმცა შემდგომ პარიზიდან და ლოს-ანჯელესიდან ამოიღეს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებით. მაგრამ ევროპულ თამაშებზე არის ისევ წარმოდგენილი, ასე რომ ოლიმპიური კონგრესის ქვეშ მაინც არის მოქცეული და მომავალში ისევ დაშვებაზე როცა ლაპარაკი, ისევ სოფლიო კარატეს ფედერაციის დაშვებაზეა ლაპარაკი. ხო, ამ შემთხვევაში შეიძლება აქ არ ყავთ ოპონენტი, მაგრამ შეიძლება შეგეკამათ, რომ თქვათ ევროპის ახალგაზრდა თამაშებზე რამდენიმე სხვა სახეობაც არის, თქვათ იგივე ტაიკვანდოც არის თუ არ ვცდები. ტაიკვანდო ოლიმპიური სახეობაა.
ხო, ანუ ტაიკვანდო ოლიმპიური სახეობა არის, როგორც ზაფხულის თამაშებზეა წარმოდგენილი და ხო, მე მაგით ვამბობ, რომ ტაიკვანდო კარატე არ არის, ტაიკვანდო არის გორეული სახეობა და რაც შეეხება კარატეს ისტორიას რო გადავხედოთ, კარატეში არის სტილები. და სტილების განვითარება როგორ ხდებოდა ძალიან ღრმა დისკუსიაში შევდივართ ახლა ჩვენ. ჯერ გვაქვს ცოტა დრო და სტილის შექმნის სათავეში დგას რა მოიტანა ეს განსხვავებები და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩამოყალიბება იქ უშუალოდ ვთქვათ ევროპაში იქნებოდა თუ იაპონიაში სხვადასხვა პიროვნებებმა დაშორება. სტილები შექმნილია პიროვნებების მიერ და ცოტა იერარქია სტილობრივ კარატეს მიმართულებებში არის ცოტა სხვანაირი. ცოტა მონარქიას რო შევადაროთ. თქვათ, მემკვიდრეობით გადაცემის წესია. სტილის შემქმნელი გადასცემს თავის შვილს, თუ რა თქმა უნდა, გაყვა ამ სახეობაში ის კიდე იმის შვილს. თუ შვილი არ აღავს, საუკეთესო მოსწავლეს. ანუ იქ არ ხდება ორგანიზაციულად არჩევნების პრინციპით, იქ არის გადაცემის პრინციპი. ესენი არიან ტექნიკური ორგანიზაციები და უფრო სკოლები, სადაც კარატე ისწავლება, მაგრამ ესენი არ არიან სპორტული ორგანიზაციები. სპორტულ ორგანიზაციაში ცოტა სხვა პრინციპები მოქმედებს. შეიძლება შეჯიბრებებს ატარებენ რაღაც, მაგრამ პრინციპულად სპორტული ორგანიზაცია რასაც ქვია, ესენი სპორტული ორგანიზაციები არ არიან, ან არიან კომერციული სახეობის მიმდინარეობის ორგანიზაციები. მაგალითად რო ვთქვათ, ახლა ჩვენ კრივის მაგალითს ავიღებ, არის პროფესიული კრივი და რამდენიმე ფედერაცია არსებობს. არის სამოყვარულო კრივი, რომელიც ერთია და აღიარებულია ხა ოლიმპიადის მანდატს ბევრი პრობლემა. რა თქმა უნდა, მაგრამ კარატეში როგორც აი სპორტის მიმართულებით როცა ვლაპარაკობთ და არა სტილობრივი რაღაც ეგზოტიკური, რომელიღაცა ოსტატი უდგას სათავეში და ხშირად ისედაც ხდება ხოლმე, რომ თუ გამგზელებელი არ ყოფილა ვთქვათ ამ პიროვნების ღირსეული გამგზელებელი დაშლილა ეს ორგანიზაცია გაუქმებულა. ასევე ყოფილა გარდაცვალების შემთხვევაში დაყოფილა ეს ორგანიზაცია რამდენიმე ქვესტილა. სხვადასხვა მოსწავლეებს აუღიათ და მაგალითად შოტოკანი ესეთი ყველაზე გავრცელებული მიმართულება სტილობრივ კარატეს რო შევეხოთ, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია შოტოკანში. ყველას თავისი ოსტატი უდგას სათავეში. სახელმწიფომ რომელი უნდა აღიაროს. კითხვა ჩდება, ხო? რამდენი შოტოკანი და მეცაც გეტყვით შიტოიუში იგივე მდგომარეობა არის, ვადორიუში იგივე ეს სტილების დასახელებებს. კი ბატონო, გასაგებია. და ამიტომ მსოფლიო კარატეს ფედერაცია რამდენადაც ყველა ამ მიმართულებას აერთიანებს, თუ სპორტულ ორგანიზაციაზე ლაპარაკი. ყველა ამ სპორტსმენს, მოვარჯიშეს, მას აქვს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ამ სპორტულ ორგანიზაციაში. და აქ შოტოკანიც არის, ვადორიუს არის წარმოდგენილი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ იმ ორგანიზაციებს არსებობის უფლება აქვთ და ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების დონეზე. ფეხბურთის მაგალითზე რო გადმოვიტანოთ რაღაცა, ზოგი მინი ფეხბურთს თამაშობს, ზოგი საპლაჟოს თამაშობს, ზოგი რაღაცა ფრისტაილს და ასე შემდეგ. ამიტომ როცა ლაპარაკი გვაქვს აღიარებაზე ფეხბურთის ფედერაცია. შეიძლება ვთქვა დღეს მე რომელიმე ოსტატთან, იაპონელთან ვთქვა ესე ვთქვა ურთიერთობა მაქვს, სწავლობ მისგან რაღაცას და შეიძლება ჩამოვიდე და ვთქვა რომ აი ის ყველაზე მაგარია და უნდა დავაფინანსოთ. მეორე გამოჩნდება აი მე იმ იაპონელთან ავარ და ის ყველაზე მაგარია და ის უნდა დავაფინანსოთ და სახელმწიფოსთან იყო ამის პრეცედენტები და ხოვდნენ რომ სახელმწიფოსთვის ეს დამაბნეველი არის. სამინისტროს სახელმწიფომაც შეიძლება გარკვეულ ეტაპზე დაუშვას. რამდენი ორგანიზაცია უნდა დააფინანსოს, რამდენი. ჩვენ ძალიან ბევრს ვიცნობთ როგორც შოტოკანეს მიმართულებით და კარგი ოსტატები არიან სხვათა შორის ის, მაგრამ ეს არის მასწავლებლები, ესენი ასწავლიან. კარგად იციან და ცოდნაა, მაგრამ ორგანიზაციულად სპორტული ორგანიზაცია არის მსოფლიოს კარატეს ფედერაცია. კი ბატონო, ეს საკითხი გავლილი მქონდა ბევრჯერ, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენგანაც მივიღეთ და ჩვენ მოაყურებელს მიიღო დამატებითი ინფორმაცია, რასაც მადლობას გეტყვით. წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში და იმედია რომ კიდევ გიხილავთ ჩვენ სტუდიაში, არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ვისაუბრებთ და პირველ რიგში ვისაუბრებთ ქართველი სპორტსმენების წარმატებაზე საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობა რომ იყავით დღეს სპორტკლუბის. დიდი მადლობა. სტუმრები, ახლა უნდა გადავინაცვლოთ ჩემს კოლეგა ლანა ჯაფარიძესთან, რომელიც მოგვიყვება თუ რა იყო კიდევ სხვა მნიშვნელოვანი თემები ქართულ და უცხოურ სპორტში. რა მოგესალმებით. მოგესალმები ბესო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს საინტერესო სპორტულ ამბებს მოგიყვებით. გასულ ქმეებზე დინამო ბათუმმა ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და მეტოქე უხმგოლიან შეხვედრაში 3-2 დაამარცხა.
ბათუმელთაგან დუბლის შესრულება ლუკა წულუკიძემ მოახერხა, ხოლო ერთი ბურთი ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა. სტუმართაგან კი გატანილი გოლებით თავი მათე აბულაძემ და გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინეს. აქვე გეტყვით, რომ დინამო ბათუმი ოფიციალურ შეხვედრას 20 ივლისს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სტუმრად გამართავს. ბათუმელების მეტოქე მე-16 ფინალში გაგრა 2 იქნება. დინამო ბათუმის ფან-კლუბის წევრებმა წყალტუბოს სამგურალთან ამხანაგური მატჩის შემდეგ სპეციალური განცხადება გააკეთეს და ბიზნეს სექტორს საფეხბურთო კლუბის ფინანსურ დახმარებაზე მოუწოდეს. მათი თქმით, არსებული დავალიანების გამო კლუბს ევროტურნირებიდან ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. დინამო ბათუმს არსებული დავალიანების გასწუმრებისთვის ვადა 15 ივლისამდე აქვს. კლუბის ხელმძღვანელობამ ფინანსური კრიზისის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გაავრცელა. განცხადების მიხედვით, მიუხედავად გარკვეული ვალდებულებების დაფარვისა, ფინანსური პრობლემები სრულად არ არის მოგვარებული. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არსებული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა დინამო ბათუმს ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა გამოიწვიოს. მათი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ვადა ჯერ კიდევ რჩება და UEFA-ს მოთხოვნების შესრულებაზე აჭარის მთავრობასთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ვისაც ხელეწიფება ის, რომ დინამო ბათუმში ფინანსური დავალიანება არ მოხდას, ვთხოვთ ყველა იმ ბიზნესმენს თუ ინვესტორს მოვიდნენ და ამ გუნდის გადარჩენაში მიიღონ განმონაწილეობა. დინამო ბათუმის გულშემატკივრები და ბათუმელი საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ ჩვენ ვიხილოთ გუნდის გაუმჯობესება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთადერთი მთავარი ამბავი რაც არის, რომ ჩვენგან არის მზაობა და არის იმის მზაობა, რომ მოვიდეს ინვესტორი, გადაიბაროს კლუბი. ჩვენ უბრალოდ არ გვსურს ამ ფინანსურ პრობლემების ფონზე მოქმედებდეთ ისე, რომ რეალური შედეგი არ იყოს. დღეს ბათუმში ქალთა მსოფლიო თასზე მესამე რაუნდის ტაი-ბრეიკები მიმდინარეობს. ქართველი მოჭადრაკეებიდან მერვედფინალის საგზური უკვე მოიპოვა ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო ნანა ძაგნიძე და მერი არაბიძე თავიანთ შეხვედრებს ამ წუთებში მართავენ. მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ასევე საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება. ტურნირი 29 ივლისს დასრულდება. დღეისთვის მიმდინარეობს მესამე ეტაპის მესამე დღე. მონაწილეები თამაშობენ ტაი-ბრეიკებს, ვინც ცენტრალური მატჩი დაასრულა ფრედ. გადათამაშება მიმდინარეობს სწრაფჭადრაკში. მნიშვნელოვანი დღე არის მათთვის, რომ შეძლონ მერვედფინალში გადასვლა. დღეს მონაწილეობს ორი ქართველი, ნანა ძაგნიძე და მერი არაბიძე. ლელა ჯავახიშვილი უკვე გადასული არის მერვედფინალში და ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ დღეს გამარჯვებას. გასულ კვირას ბათუმმა პროფესიონალებსა და 15 წლამდე მოზარდებს შორის ბადმინტონში საქართველოს თასის გათამაშებას უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა 8 კლუბმა, ჯამში კი 60-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო. ტურნირის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ბადმინტონის ფედერაციის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო სექტორის მხარდაჭერით ჩატარდა. ფინალი იყო დაძაბული, ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ თითქმის ქულა-ქულაში მივდიოდით ბოლომდე. აქედან გამომდინარე, სანამ თამაში დამთავრდა, მეგონა რომ მოედანზე დავრჩები, იმიტომ რომ ძალიან დავიტვირთეთ. სასიამოვნო საყურებელი იყო და ძალიან დატვირთული თამაში ჰქონდა ნამდვილად. ბადმინტონი არის ოლიმპიური სახეობა და როგორც პროფესიული სპორტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობა, ასევე მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით და სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ფედერაციის ხელმძღვანელობასთან განვითარების გეგმა და ეს ტურნირიც ამ გეგმის ნაწილია, ძალიან მნიშვნელოვანი და პირველად ჩატარდა ამ დონეზე ეროვნული თასის გათამაშება. ჩვენ მქონდა საშუალება რომ გამოგვევლინა ყველა საუკეთესო კლუბი საქართველოში. ასევე ჩვენ ჩავატარეთ პირველობაზე თასი, მომავლის თასი. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი ბათუმის წარმომადგენლებმა აიღეს პირველი ადგილი, ასევე მე მინდა მიულოცო კლუბ მიზანოს. ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ აერობიკაში. ეროვნული პირველობა 6-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. მონაწილეები ჟიურის წინაშე სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ და მათგან საუკეთესოები გამოვლინდნენ. ცნობისთვის ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გახლდათ.
ბათუმში 23 წლამდე უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გუნდური პირველი ადგილი, ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა ნიკა ლეკაიძე მიზეიმა, ვიცე-ჩემპიონი კი თორნიკე ხუციშვილი გახდა. 23 წლამდე უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს ბათუმმა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უმასპინძლა. კონკრეტულად ამ სპორტით ვარ დაკავებული 5 წელიწადია და ამ შეჯიბრისთვის ვემზადებოდით 6 თვე. შედეგი როგორც ხედავთ, გამოიტანა ამზადება და სამომავლოდ წლის ბოლოს გაიმართება ისლანდიაში მაგნუსურ მაგნუსონი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული შეჯიბრი და ეს არის ჩემი ამ წლის მიზანი, რომ იქ გამოვიდე და საუკეთესო შედეგი დავდო. ზოგადად ქართველი ადამიანი თავის გენეტიკური ასე ვთქვათ მონაცემებით ყოველთვის გამოირჩევა ფიზიკური ძალით. დღეს ამის კარგი მაგალითი არის ნიკა ლეკაიძე, რომელიც მე ვფიქრობ უკონკურენტო ჩემპიონია დღევანდელი ღონისძიების. საქართველოში ამ სპორტზე 2009 წლიდან ჩაუდებით საფუძველი, დღემდე მოვდივარ და იმედოვნებ, რომ კიდევ მრავალი წელი იქნება ექსპორტი. საქართველოს 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ. იტალიაში გამართულ 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ, რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა კოჩალიძემ მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი, დაჩი პაპინაშვილი და კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდნენ. გენოთლიან ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ჩართული იყო ჩემთან გასახურებელ ოთახში, ასევე თვითონ ლეიბლი, სადაც შეხვედრა მიდიოდა, შეძახილები, გამხნევებები, სწორი ილეთის გაკეთების დაძახება და ასე შემდეგ. მადლობა ჩემს ამ ყველაფერს, ჩემ გვერდით არის, ჩემ ოჯახს მადლობა, ჩემს ხნეს მადლობა, ჩემს გულშემატკივარს. ფინალური შეხვედრა იყო ძალიან დაძაბული და რთული, 3-1 მოუგე, მაგრამ მესამეჯერ შევხვდი ამ აზერბაიჯანის სპორტსმენს, 3 წლის წინ შევხვდი მსოფლიოს ჩემპიონატზე, იგივე ანგარიშით მოუგე 3-1. ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი და ფსიქოლოგ გატეხილი მყავდა, რომ მას დავამარცხებდი და ფინალში ჩემპიონობას მე ვიზეიმებდი, როცა გავედი და ფეხი დაუდგი ლეიბზე, ვიგრძენი რომ ჩემი დღე იყო და ჩემი მომენტი იყო იმ მომენტში და ალბათ ჩემი სწორი გათვლებით და ჩემი სწორი მიდგომით და ამდენი შრომის შედეგია, რომ ამ ეტაპამდე მივედით. მინდა მიულოცო ჩვენი ქვეყნის 20 წლამდელთა ნაკრებს ბერძნულ მოჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში ეს დიდი წარმატება. ამდენი მედალი უპრეცედენტო შედეგი არის. მინდა მათ მსვლელებს მიულოცო, საექიმო პერსონალს, მინდა ფედერაციას მიულოცო და ვთქვა, რომ აი ესეთი შედეგი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ძალიან კარგი მომავალი თაობა გვესდება. წელს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ახალგაზრდთა შორის და ჯამურად თავისუფლებმა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის სტილის მოჭიდავეებმა მოიპოვეს 14 მედალი. ისტორიული შედეგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის კარგი შედეგები გვაქვს ორივე ნაკრებში, მაგრამ წელს მოვხსენით ყველანაირი რეკორდი. მთელი ევროპა საუბრობდა მაგაზე, რომ მედალი არ დაუტოვეთ სხვა ნაკრებებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას მეცში გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. წიტაიშვილი მეც კიევის დინამოდან 1 წლიანი იჯარით შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. აქვე გეტყვით, რომ გიორგიმ გასული სეზონი ასევე იჯარის წესით ესპანურ გრანადაში გაატარა და ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. დღეს კი ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.